პარლამენტის თავმჯდომარე მანივალის დასკვნა შეაფასა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით ოფშორების შესახებ კანონი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, სრულიად შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას. ამ და სხვა საკითხებზე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ჩვენ ხედავთ უკვე მშვიდობიანად მიმდინარე ერთგვარად შეთხელებულ აქციებს, რომელიც გათავისუფლდა პოლიტიკური აქტორების მიერ მობილიზებული აგრესიული ჯგუფებისგან. დემონსტრაციის ამგვარი ფერისცვალება მართლაც მისასალმებელია და ქვეყანაში მიმდინარე პროცესის პოლიტიკურ კალაპოტში დაბრუნებას ასახავს. ამავე დროს ჩვენ ხედავთ იმ ძალებსაც, რომლებსაც არ სურთ საქართველოში მშვიდობა, სიწყნარე, სოლიდარობა და პოლიტიკის კანონის ფარგლებსა და კონსტიტუციურ ჩარჩოებში კეთება. მოურუდებად მინდა განვაცხადო, ვინც დღეს ქვეყნის არ დამშვიდებას და არეულობას ხელს უწყობს, მტრობს ჩვენს ქვეყანას და ქართულ ხალხს. აქციების დაწყებიდან საკმარისი დრო გავიდა. მოვისმენთ პროტესტი, უკმაყოფილება, პრეტენზიები და საყვედურები. მთელი ამ ხნის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ მეთოდურად ვცდილობთ უპასუხოთ ყველაფერს, ვცდილობთ ავხსნათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტი და დემონსტრაცია დაცულია, ხოლო პოლიციელებზე თავდასხმა და მასობრივი ძალადობა აუცილებლად აღიკვეთება. ვცდილობთ ავხსნათ, რომ არავითარი ჩელიაბინსკი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ საქართველო, მისი დედაქალაქი თბილისი და მთავარი გამზირი რუსთაველი. აქ ისევე ისე თენდება და ღამდება. ქვეყანა ყველაფრის მიუხედავად აგრძელებს არჩეული გზით სვლას და ცხოვრებას, როგორც მანამდე განვლილი 12 წლის განმავლობაში. ნაბიჯ-ნაბიჯ მეთოდურად, თანმიმდევრულად ჩვენ მივყვებით დასახულ მიზნებსა და ამოცანებს, მივიწევთ ჩვენ წინ ევროინტეგრაციის გზაზე, რომლის აუცილებელი და ფუნდამენტური ნაწილია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. სწორედ ისეთი, როგორც ჩატარდა 26 ოქტომბერს. ამ არჩევნებში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა ხმათა სრული უმრავლესობით, მიიღო 1,120,000 ხმა, თვლიანი შედეგის 54%. ყველა, ვინც ამტკიცებს, რომ ესე არ მომხდარა, ცრუობს. ის, რომ ვერავითარი მტკიცებულება და საბუთი მათ ვერ წარმოადგინეს გამქრალ თუ გაჩენილ 300,000 ამომრჩეველზე და ელექტრონულ ჩარევებზე, სრულიად ბუნებრივია. ის, რაც ბუნებაში არ არსებობს, ვერც გაჩნდება. სიცურის ამ კამპანიას ყავდა ინიციატორები, ავტორები, გამავრცელებლები და აქტივისტები. ეს ზუსტად იგივე ხალხია, რომლებიც ასეთივე წარმატებით ატყუებდნენ მათ პოტენციურ ამომრჩეველს 26 ოქტომბრამდეც, რომ ხალხის უმრავლესობა ოპოზიციის მხარესაა, რომ არჩევნებზე ყველაფერი შეიცვლება. ის, ვინც ეს დაიჯერა, მოგვიანებით შიშველი სიმართლის და რეალობის წინაშე დადგნენ და გაოგდნენ. მათთვის წარმოუდგენელია, რომ წააგეს ამ რეალობის უარყოფის შედეგია ის, რასაც ჩვენ ამ დღეებში ქუჩაში ვხედავთ. სინამდვილეში კი არავინ დამარცხებულა. ყველა მიიღო მისი კუთვნილი ხმა, პროცენტები და წარმომადგენლობა. ყველას უფლება არის დაცული, ყველას ხმა ისმის, ყველას აქვს საშუალება იცხოვროს მშვიდად და პოლიტიკითაც სრულიად კონვენციური ფორმით დაკავდეს. ერთადერთი, ვინც დამარცხდა, არიან საქართველოს მტრები. ისინი, ვისაც არ უნდა ამ ქვეყანაში სიმშვიდე, განვითარება, თანმიმდევრული წინსვლა. ჩვენს მტრებს სურთ ცვლილება ნებისმიერ ფასად. მათ სურთ ეროვნული, კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩამოგდება ყველა მეთოდის გამოყენებით. დიახ, ეს უთანასწორო ბრძოლაა, მაგრამ ამ ბრძოლაში ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ქართველი ხალხი, ის, ვინც გვენდო და ვინც დაუჯერა ჩვენს დღის წესრიგს. ეს არის ხალხი, რომელიც გონების გარდა გულითაც გრძნობს უცხოეთიდან თავს მოხვეულ კერპებს. პროტესტის რადიკალური ნაწილის არაადეკვატურობა კუბოების დაწვასა და ვუდუს რიტუალებშიც კი გადაიზარდა. მივიღეთ უცხოელის კერპად შემრაცხველთა მთელი კოჰორტა, რომელთვისაც უცხოელის სიტყვა უზენაესი და უმთავრესი. სწორედ აქ გადის არსებითი წყალგამყოფი ჩვენსა და რადიკალებს შორის, ვისთვისაც უზენაესია გარე ძლიერი ბატონის ქვეშევრდომობა და თაყვანისცემა და ვისთვისაც ჯერ საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ეროვნული ინტერესია, საკუთარი თვითყოფადობა და ვისთვისაც საქართველოა უპირველეს ყოვლისა. ამაზე დგას ქართული ოცნება და ჩვენ არ დაუშვებთ ქვეყნის გარედან მართვას. ამ უმთავრეს საკითხში ვერ ვთანხმდებით საქართველოს ხელისუფლება და გარედან მართული ოპოზიცია. ქუჩაში ვითარება ჩაცხრა, აგრესიულ ჯგუფთა უმრავლესობა გაუნებელყოფილია. ცხოვრება თანდათანობით ჩვეულით დაუბრუნდება. ყველას მოუწევს ქართველი ხალხის არჩევანის მიღება და აღიარება, რადგანაც ის სრულ სიმართლეზეა დაფუძნებული. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთ და იმედია უკანასკნელ გაბრძოლებას საქართველოს გადაკიდებული უცხოელი პოლიტიკოსების ვიზიტს,
რომლებიც რუსთაველის გამზის ისევ წასაგესებლად ესტუმრნენ. მათი მიზანია ჩამქვალ ცეცხლზე ნავთის დასხმა, წაგებული დღის წესრიგზე ჩაბღაუჭება და შემოტრიალება. რეგიონული ომებისა და კრიზისების ფონზე ჩვენი უმთავრესი მიზანია ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, რაც გადის მშვიდობის შენარჩუნებასა და ეკონომიკის გაძლიერებაზე. ჩვენ მოვდივართ 90-იანი წლებიდან და ზუსტად ვიცით, რა დაუჯდა ქვეყანას გლობალურ კატაკლიზმებში დაუფიქრებლად და გამოუცდელად თავის ამოყოფა. ეს ახსოვს ხალხს, ამიტომ ესმის ჩვენი. სწორედ ამიტომ ვართ მტკიცეთ და ამიტომ არ ვიხებთ უკან ჩვენს გზაზე, ამიტომ არ ვეპუებით მტრებს, რადგან ჩვენს უკან ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხია. ერთადერთი გულისტკივილი, რასაც განვიცდი, არის იმ ხალხის პოზიცია, რომელიც შეიძლება კრიტიკულადაა განწყობილი, მაგრამ უყვარს თავის ქვეყანა და რთულად ესმის ის გზა, რომელსაც მიჰყვება ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება. მე დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში ობიექტურად ყველა მიხვდება თუ რას ვემსახურებით ჩვენ. ამასთან ერთად მინდა გამოეხმაურო დღეს დილით გავრცელებულ ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამატებითი სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით და რამდენიმე სიტყვით შევეხო ამ საკითხს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ადმინისტრაცია, რომელმაც არჩევნები წააგო, მათი მანდატი იწურება და ამის მიუხედავად ამერიკელი ხალხის სახელით ურთიერთობას აფუჭებენ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორც არის საქართველო. და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დამაფიქრებელია. მეორე, პარადოქსულია, რომ სწორედ ამ ადმინისტრაციამ მრავალწლიანი პატიმრობით დასაჯა კაპიტოლიუმთან დემონსტრაციის მონაწილეები, როგორც ჩანს, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. არ შეიძლება დემოკრატია ერთ შემთხვევაში ერთ რამეს ნიშნავდეს, ხოლო მეორე შემთხვევაში სხვას. და მესამე, ამერიკის წარმავალი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში იყო სააკაშვილის ბოლო წლებშიც, როდესაც ადამიანების წამებამ განსაკუთრებით სასტიკი სახე მიიღო. ფაქტობრივად განადგურდა თავისუფალი მედია და ბიზნესის რეკეტის სახელმწიფო სისტემის ნაწილად იქცა. ჩვენ არ გვახსოვს არც ერთი არამც თუ სანქცია, არამედ მკვეთრად კრიტიკული პოზიციაც კი მაშინდელი ადმინისტრაციისგან, რომელიც დღესაც გახლავთ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და როგორც თქვი, წარმავალი ადმინისტრაცია. ამ ფაქტორების გამო ამერიკის წარმავალი ადმინისტრაციის პოზიცია გაუგებარი და ასმოკლებულია. მადლობა. კი ბატონო, რაც შეეხება ხვალიდელ არჩევნებს, ამაზეც მინდა რომ საზოგადოებას მოკლედ აუხსნა ტექნიკურად, ასე ვთქვათ, როგორ მიმდინარეობს. პრეზიდენტის არჩევნები პირველად ჩვენს ისტორიაში ჩატარდება არაპირდაპირ გზით, რაც დაახლოებით გავს ამერიკულ გერმანულ წესს პრეზიდენტის არჩევისა, როდესაც საარჩევნო კოლეგია ირჩევს პრეზიდენტს. საარჩევნო კოლეგია შედგება 300 წევრისგან, რომლისგანაც 150 გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო დანარჩენი 150 კომპლექტდება შემდეგი პრინციპით: აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20 წევრი და 109 წევრი საკრებულოების წარმომადგენლები, რომლებიც წინა არჩევნების შედეგების პროპორციულად არის გადანაწილებული. რას ნიშნავს ეს დღევანდელი კოლეგიისთვის? ამ 300 წევრისგან, კოლეგიის 300 წევრისგან დღეის მოცემულობით 211 წევრი ყავს ქართულ ოცნებას, 20 წევრი ყავს პარტია ახალს, 20 წევრი ყავს ნაციონალურ მოძრაობას, 15 წევრი ყავს ლელოს, 14 წევრი ყავს გახარიას პარტიას, 20 წევრი არის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან, როგორც იცით, ვინაიდან არჩევნები არ ტარდება, იქ პარტიული კუთვნილება არ არსებობს ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური რეალობით რომ შევხედოთ. შესაბამისად, საქართველოს ქართულ ოცნებას საარჩევნო კოლეგიაში 300 წევრიდან ყავს 211 წევრი, ხოლო ოპოზიციას ჯამურად ყავს 79 წევრი და 20 წევრი არის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან. როგორც იცით, რაც შეეხება ქართული ოცნების ასე ვთქვათ შემადგენლობას, მე ვახსენე, რომ ამ 300 წევრიდან 109 წევრი არის
საკრებულოებიდან, რომელიც კვოტები შესაბამისად გადანაწილდა CSKO-ს მხრიდან, 109 წევრიდან 54 იყო ქართული ოცნების, 55 იყო სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის, რომლებმაც არ აითვისეს ეს კვოტები და არ წარმოადგენეს საკუთარი წარმომადგენლების საკრებულოებიდან და შემდეგ კანონმდებლობის შესაბამისად გადანაწილდა სხვა პარტიაზე, შესაბამისად ამ შემთხვევაში ქართულმა ოცნებამ აითვისა ეს კვოტები. თუმცა კიდევ ერთხელ ხვალიდან არჩევნებში 69 წევრი საარჩევნო კოლეგიისა არის ოპოზიციიდან, მათ შორის საქართველოს პარლამენტის არჩეული ოპოზიციური წევრები. რაც შეეხება თავად პროცედურას, ხვალ 9-დან 2 საათამდე 5 საათის განმავლობაში იქნება არჩევნები პარლამენტის სხდომათა დარბაზში. არჩევნებს ჩაატარებს CSKO. სხდომათა დარბაზში მოეწყობა საარჩევნო უბანი, ასე ვთქვათ, და მთლიანად CSKO წარმართავს ამ პროცესს. დელეგატები მისცემენ ხმას, კენჭისყრა გახლავთ ღია, ანუ არ არის ფარული და შესაბამისად ამ მხრივ ღია არის კენჭისყრა და სახელობითი. შედეგები 2 საათზე დასრულდება არჩევნები და შემდეგ უკვე CSKO-ს ხდომას ჩაატარებს, რომელიც ასევე საჯაროდ გადაიცემა. მთლიანად ეს პროცესი იქნება ტრანსლირებული ჩვენი არხის მეშვეობით და ასევე სოციალურ მედიაში, ჩვენი ლაივ სტრიმის მეშვეობით ხდომათა დარბაზიდან. CSKO-ს ხდომაზე დაითვლება შედეგები და გამოცხადდება უკვე საბოლოო შედეგი კოლეგიის წინაშე. ასევე მინდა გითხრათ, რომ ხვალ გამომდინარე იქიდან ხვალ არ არის საპარლამენტო ღონისძიება, ხვალ უბრალოდ პარლამენტის შენობაში იმართება ეს პროცესი. იქნება ასევე მედიისთვისაც სპეციალური რეჟიმი იმ მხრივ, რომ არის ინტერესი მათ შორის უცხოელი მედიის მხრიდან, რომ დაესწროს ამ ღონისძიებას, ამიტომ ხვალ იქნება სპეციალური აკრედიტაციით მედიის დაშვება, ამიტომ ყველა მედიას, ვისაც აქვს ინტერესი, რომ დააკვირდეს პროცესს, ხო რომ საქართველოს პარლამენტის აპარატთან გქონდეთ კომუნიკაცია ხვალისთვის სპეციალური საშვების მისაღებად, იმისთვის რომ გააშუქონ პრეზიდენტის არჩევის პროცესი. ანუ არ იმოქმედებს ამ შემთხვევაში წლიური აკრედიტაცია, არამედ იქნება სპეციალური აკრედიტაცია. შესაბამისად, ყველას ვისაც ინტერესი აქვს ქართულ თუ უცხოურ მედიას, შეუძლია მომართოს პარლამენტს და პარლამენტი შემდეგ უკვე მიიღებს გადაწყვეტილებებს ამ აკრედიტაციის გაცემასთან დაკავშირებით. ხო, რაც შეეხება ჩვენს კანდიდატურას, ჩვენ თავიდან ვთქვით და ეს რეაქციებმაც, ოპოზიციის რეაქციებმაც აჩვენა, თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო მიხეილ ყაველაშვილის დასახელება ამ პოზიციაზე. ჩვენ პრეზიდენტის ინსტიტუტმა ძალიან დიდი ზიანი მიიღო წინა პრეზიდენტების წყალობით და განსაკუთრებით მოქმედება პრეზიდენტმა ფაქტობრივად იმდენად დააზიანა ეს პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომ მომავალი პრეზიდენტს დაჭირდება საკმაოდ დრო იმისთვის, რომ გამოასწოროს ეს დაზიანებული რეპუტაცია პრეზიდენტის ინსტიტუტისა. და რით დააზიანა მოქმედება პრეზიდენტმა ეს ინსტიტუტი? პირველი, ჩვენ გქონდა ამ შემთხვევაში უპრეცედენტო შემთხვევა და მე მგონი ფაქტობრივად მიუხედავად ძალიან ცუდი გამოცდილებებისა წინა პრეზიდენტებთან დაკავშირებითაც და ერთ-ერთი დღეს ციხეშიც კი ზის, ასეთი რა გითხრათ, ღია, საჯარო გასვლა პრეზიდენტის უფლებამოსილებებისგან, სხვა პრეზიდენტებისგან ასეთი უხეში და თავხედი დარღვევა, საჯარო დარღვევა კონსტიტუციურ უფლებამოსილებებისა ჩვენ არ გვინახავს, რასაც ქალბატონი სალომე აკეთებს. მან ფაქტობრივად ქართველ ხალხს თავზე გადაახია კონსტიტუცია, თქვა რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ქართველ ხალხმა რა კონსტიტუცია დაადგინა, მან პრეზიდენტის ინსტიტუტი აქცია საკუთარ უკანა ეზოდ, სადაც როგორც უნდა ისე მოიქცევა, რასაც უნდა იმას გააკეთებს, ვინაიდან მას დაბევებული ჰყავდა ნაციონალურ მოძრაობა პარლამენტში და იცოდა, რომ მისი იმპიჩმენტი პარლამენტში ვერ შედგება, ამიტომ აბსოლუტურად თავზე ხელაგებულად მოქმედებდა. სამწუხაროდ ამაში მას ხარს ერთის მხრივ ეხმარებოდა ადგილობრივი პოლიტიკური ძალები, ოპოზიცია, რომელიც მას აქეზებდნენ კონსტიტუციის დარღვევისკენ და სამწუხაროდ ამაში ჩართული იყო ბევრი უცხოელი, მათ შორის ევროპელი პოლიტიკოსი თუ ლიდერი, რომელსაც უბრალოდ ქართველი ხალხი არაფრად ჩაგვაგდეს
და ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი ხალხის ნება აბუჩა დაიგდეს იმით, რომ პრეზიდენტს ხელს უწყობდნენ კონსტიტუციის დარღვევაში. ამიტომ მიხეილ ყავალაშვილის ამოცანა ზუსტად ეს იქნება, რომ ერთის მხრივ ქართულ ხალხს აჩვენოს თუ რას ნიშნავს პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში, რას ნიშნავს იყო იმ პოზიციის წარმომადგენელი, რომელიც ერთის მხრივ არის სახელმწიფოს მეთაურის სტატუსის მქონე, მაგრამ მეორეს მხრივ არ არის ქვეყნის მმართველი. ეს არის ეს იყო ის ცდუნება, რომელსაც ვერც ერთმა წინა პრეზიდენტმა ვერ გაუძლო და ის სტატუსი, მაღალი სტატუსი, რომელსაც კონსტიტუცია მას ანიჭებს, ყველამ მოინდომა, რომ ეს სტატუსი გადაექცია სახელმწიფო ბერკეტად, რომელიც ქართულ ხალხს არ მიუნიჭებია მათთვის. ამიტომ ეს არის ერთი მთავარი ამოცანა პრეზიდენტის ნამდვილი, ასე ვთქვათ, პრეზიდენტის ინსტიტუტის ნამდვილი მხარის ჩვენება, ასე ვთქვათ, თუ რას ნიშნავს საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტად ყოფნა და მეორე მიხეილ ყავალაშვილი არის ადამიანი, რომელის მიმართაც არ არსებობს ერთი კითხვაც კი მისი პატრიოტულობასთან დაკავშირებით და თანამედროვე სამყაროში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენნაირი მცირე და რეგიონული თვალსაზრისით გარშემო არსებული კონფლიქტების თვალსაზრისით მოწყვლადი ქვეყანა მნიშვნელოვანია ყავდეს პრეზიდენტი, რომელიც არ მოექცევა არც ერთი უცხო ძალის გავლენის ქვეშ. ჩვენ ამას ვხედავთ ქალბატონის სალომეს შემთხვევაში, რომელიც პირდაპირ იმართება ქვეყნის გარედან, ამიტომ მთავარი და უმთავრესი კრიტერიუმი საქართველოს პრეზიდენტობისა არის, რა თქმა უნდა, პატრიოტიზმი და ხალხის მსახურება. ამიტომ ჩვენ ხვალინდელი არჩევნების შემდეგ და შემდეგ უკვე ინაუგურაციის შემდეგ 29 დეკემბრის ინაუგურაციის შემდეგ ქართულ ხალხს ეყოლება პრეზიდენტი, რომლისთვისაც უპირველესი იქნება მისი სამშობლო, უპირველესი იქნება მისი ხალხი და უპირველესი იქნება კონსტიტუციის დაცვით პრეზიდენტის ფუნქციის შესრულება. თავისთავად, რასაც ჩვენ ვხედავთ, განსაკუთრებით ამ მხრივ გამოირჩევიან რატომღაც ბალტიისპირეთის წარმომადგენლები, პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენ გვეგონა, რომ იქნებოდნენ ადამიანები, რომელიც ყველაზე მეტად გაუგებდა ქართულ ხალხს და აღმოჩნდა, რომ არიან პოლიტიკოსები, რომელიც ყველაზე მეტად ერჩიან ქართულ ხალხს. არ ვიცი, რა დაუშავეთ თავის დროზე ამ ადამიანებს, რატო არიან ასე გადაკიდებული ჩვენს ქვეყანაზე, რატო უნდათ მისი დაზიანება განსაკუთრებით, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ გამოირჩევა განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსები, მათ შორის ერთ-ერთი გუშინ მიხილეთ რუსთაველის გამზირზე, გორბაჩოვის თანამოაზრე პერესტროიკის დროინდელი პოლიტიკოსი, რომელიც რუსული აქცენტით აქ ველაპარაკება დემოკრატიაზე და ჭკუას ასწავლის ქართულ ხალხს. ადამიანი, რომელიც გახლავთ მიხეილ სააკაშვილის მფარველი და ის, რომელიც მთელი ბოლო პერიოდი არის იქითკენ მომართული, რომ მიხეილ სააკაშვილი რაიმენაირად დაიხსნას ციხიდან და გასაგებია რატომაც უნდათ მისი დახსნა. მიხეილ სააკაშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც ზუსტად მათი ინსტრუქციებით მოქმედებდა, მათი ინსტრუქციებით დამართა ამ ქვეყანას, რაც დამართა. და რა თქმა უნდა, მის მიმართ აქვთ ვალდებულება, რომ დაიხსნან იმ სამართლიანი სასჯელისგან, რომელსაც ის იხდის. ეს არის ადამიანი, ქალბატონ რასაც გულისხმობ, რომელმაც სულ ახლახან არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ ის პრობლემები, რასაც ახლა ზოგიერთი ევროპელი უქმნის საქართველოს, ეს არის ქართული ხალხის ბრალი, იმ ხალხის ბრალი, რომელმაც ქართულ ოცნებას დაუჭირა მხარი. ამიტომ ამ ადამიანის თვალში ქართული ოცნების აღმოჩენა საერთოდ ამ ქვეყანიდან გასასახლებლები და გავასახლოთ და გაგვაქრონ. ასე რომ ასეთი ადამიანი, რომ ცდილობს, ასე ვთქვათ, ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა, გასაგებია, რომ მას არანაირი კეთილის რახვა არ აქვს. მეორე მხრივ, ეს სამარცხვინო სანახაობა, რასაც ჩვენ უკვე მერამდენჯერ ვხედავთ რუსთაველის გამზირზე, რასაც ოპოზიციამ ქართველი ერის დაკნინების რიტუალად აქცია, როდესაც უცხოელი არამკითხე მოამბეები
მიმართ ყიჟინა, გაკერპება მიდის. ეს ამას არაფერი კავშირი სუვერენიტეტთან, ქართველობის შეგრძნებასთან არ აქვს საერთოდ. როდესაც მეხუთე ხარისხოვანი პოლიტიკოსები ჩამოყავთ, აყენებენ ტრიბუნასთან და მიდის მათი ასე ვთქვათ, კერპად აღიარება. ეს ასეთი სახის აქციები ყველანაირად კარგავენ შემდეგ კავშირს ქართულ სახელმწიფოსთან, ქართველ ერთან და აჩვენებენ საერთოდ ჯამში, რომ ამ ხალხს საერთოდ არ ესმით, რას ნიშნავს სუვერენიტეტი, რას ნიშნავს იყო დამოუკიდებელი ქვეყანა, რას ნიშნავს ის ბრძოლა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიდიოდა 80-იანი წლების მიწურულს, როდესაც ჩვენი ხალხი იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის. აი ამ ყველაფრის უარყოფა არის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, როდესაც უცხოელები არიან წარმოჩენილი ამ ქვეყნის მმართველებად და ჩვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრავებლად. დავიწყოთ იქიდან, რომ დავით კეზერაშვილი არის ადამიანი, რომელიცაც აქვს თავშესაფარი ევროკავშირში. ის თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის ტერიტორიაზე, თავისუფლად გადაადგილდება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე. ეს უნდა გვახსოვდეს ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ მოვისმენთ ბრიტანელი თუ ევროკავშირის წარმომადგენელი დიპლომატების განცხადებას საქართველოში დემოკრატიის და სამართლის უზენაესობის საკითხებზე. და ეს ბოლო პერიოდში ჩვენ გვესმოდა. მანამ სადამ ეს ადამიანები ისაუბრებენ საქართველოში დემოკრატიას და სამართლების სახელმწიფოზე, პირველი რაც მათ უნდა გასცენ და რაც მათი კომპეტენციის ფარგლებში არის, რა კითხვას პასუხი უნდა გასცენ, რატომ იფარავენ საერთაშორისო კრიმინალს საკუთარ ტერიტორიაზე, ადამიანს, რომელმაც აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე მილიონები მოპარა ქართულ ჯარს და როგორც ჩანს ზუსტად ამ მილიონებით აგვისტოს ომის ბოლოსკენ ბრილიანტებს და ძვირფასეულობას ყიდულობდა. 12 აგვისტოს აქვს ნაყიდი ეს ბრილიანტები, მაშინ როდესაც ქართველი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიტოვებული ყავდათ. მაშინ როდესაც ქართული ეკლესია იყო დაკავებული იმით, რომ გამოეყვანა დაღუპული ჯარისკაცები ბრძოლის ველიდან, მაშინ თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი ბრილიანტებს ყიდულობდა ჯარისთვის მოპარული ფულით. და დღეს ეს ხალხი, კეზერაშვილის ტელევიზია, მისი დაფინანსებული პარტიები, ნაციონალურ მოძრაობა, გვარამიას პარტია, ლელო და ასე შემდეგ, მისი დაფინანსებული NGO-ები სირცხვილია, რომელსაც პარალელურად ევროკავშირიც აფინანსებს და კეზერაშვილიც აფინანსებდა. აი ეს ხალხი დღეს გველაპარაკებიან საქართველოზე და მის ევროპულ მომავალზე. ხალხი, რომელმაც ქართული ჯარის ფულით ქონება დააგროვა და მაშინ, როდესაც უნდა ეზრუნა ამ ადამიანებს და ეფიქრათ იმაზე, რომ დაღუპული ჯარისკაცები გამოეყავნენ ბრძოლის ველიდან, ბრილიანტებს ყიდულობდნენ. ამ მორალის ხალხი არის, კეზერაშვილის მორალის ხალხი არის დღეს ოპოზიციაში, ყველა პარტიაში, მათ ტელევიზიებში და მათ NGO-ებში. ამ მორალის ხალხი იყო გუშინ, ვინც ტაშს უკრავდა უცხოელებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ქართველი ხალხისთვის ჭკუის სასწავლებად იყვნენ ჩამოსული. ამ მორალის ხალხთან გვაქვს საუბარი. მნიშვნელობა არ აქვს მათ თანამდებობას და სტატუსს. ყველა, ვინც აი ამას იზიარებს, ამ ხალხის გვერდში დგას, არის ზუსტად იმ მორალის გამზიარებელი, რასაც დავით კეზერაშვილი წარმოადგენს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღემდე დავით კეზერაშვილი აფარებს თავს ევროკავშირს. ამიტომ ნებისმიერი ევროპელი, რომელიც მაღალი კათედრიდან ქართველ ხალხს უკითხავს მორალს, დემოკრატიას და სამართლების სახელმწიფოზე, ყველა თავისი წიაღება დაიწყოს ჯერ იმით, რატომ აქვს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა კეზერაშვილს ევროკავშირის ტერიტორიაზე. ჩემი დიდი ეჭვია, რომ ამის უკან დგას კორუფცია და ზუსტად ის მილიონები და ბრილიანტები, რომლებიც ჩვენ ახლა ვნახეთ და ამ კორუფციის წყალობით არის დავით კეზერაშვილი, რომ დავით კეზერაშვილს აქვს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა ევროკავშირში და დიდ ბრიტანეთში. ამიტომ ყველა ამ ევროპელმა თუ ბრიტანელმა პოლიტიკოსმა თუ დიპლომატმა ჯერ გაგვცეს ამაზე პასუხი, რა დგას ამ ყველაფრის უკან.
რაც შეეხება გვარსახელებს არ ვიცი, ჩვენ რაოდენობები გვესმის, წინა ჯერზე ითქვა რომ 3 დუჟინი იყო, ახლა ითქვა რომ 20-მდე არის. გვარსახელს არავინ არ ასახელებს და ესეც აჩვენებს კიდევ ერთხელ არასერიოზულობას ამ საკითხისა. მე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვა. სამწუხაროა რომ ადმინისტრაცია, რომელმაც პირწმინდა წააგო არჩევნები, სულ ახლახან ცდილობს რომ ცუდი მემკვიდრეობა, მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს არჩეულ პრეზიდენტს და ადმინისტრაციამ, რომელიც კიდევ ერთხელ რომელმაც დაკარგა ამერიკელი ხალხის მანდატი, დღეს ამერიკელი ხალხის სახელით აფუჭებს ურთიერთობას საქართველოსთან, მნიშვნელოვან პარტნიორთან. რაც შეეხება მომავალ ადმინისტრაციას, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მას შემდეგ რაც მომავალი ადმინისტრაცია შეუდგება ფუნქციონირებას, ისინი გადააფასებენ ამ ყველაფერს და შესაბამისად იქნება, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვის. ეს არის მათი ოცნება. თქვენ გაიხსენეთ ეს პირველ შემთხვევა არ არის. 2021 წლის არჩევნების წინა პერიოდი გაიხსენეთ, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნები. კეზერაშვილის ტელევიზია იყო ზუსტად ფლაგმანი იმისა, რომ მაშინ შაქარაშვილის და ბაჩალეიშვილის საქმე. გახსოვთ, როგორ იყენებდნენ ამ საქმეს იმისთვის, რომ რაღაც ზუსტად აი ესეთი სხერპლის სცენები დაედგათ და საარჩევნო შედეგი მიიღო. იმასაც შეგახსენებთ, რომ მთავარი ჟურნალისტი მაშინ ამბობდა მაშინ ასე ვთქვათ, აკრიტიკებდა შაქარაშვილის შემთხვევაში მის ოჯახს და ამბობდა რომ ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად ჩვენ გამოვიძიებთ ამ საქმესო. ამ ადამიანებისთვის არ არსებობს მორალური ზღვარი, იმიტომ რომ მაშინ, როდესაც ხდები სხვისი ნების გამტარებელი, იქ საკუთარ მორალზე და მორალურ კანონებზე ამბობ უარს. ამიტომ რა თქმა უნდა, მათთვის მორალური ზღვარი არ არის, ყველაფერზე წამსვლელები არიან აბსოლუტურად და ეს ამ დღეებში ვიხილეთ ის, რომ პირდაპირ ცეცხლი გაუხსნეს პოლიციას ასაფეთქებლებით და ამას პირდაპირ ეთერში კომენტირებდა გვარამიას და კეზერაშვილის ჟურნალისტები, რომ ეს იყო თითქოს რაღაც უნებელი ანცობა, როდესაც ასაფეთქებელს ესური პოლიციას. და ნახეთ ჩვენ რა დაზიანებები მიიღო პოლიციამ, 150-ზე მეტი პოლიციელი არის დაშავებული. ეს წაქეზებული იყო, ეს მასობრივი ძალადობა, მათ შორის წაქეზებული იყო გარედან. ჩვენ დღემდე ვისმენთ განცხადებებს უცხოელი პოლიტიკოსებისგან თუ დიპლომატებისგან, რომლებიც პოლიციისთვის ცეცხლის გახსნას ეძახიან მშვიდობიან დემონსტრაციას, რომლებიც ვანდალიზმს პარლამენტის თუ რუსთაველის გამზიზე მდებარე შენობებზე და ნახეთ თქვენ რა დამართეს ვიტრინებს და შენობებს, ამას ეძახიან მშვიდობიან პროტესტს, რომლებიც პარლამენტისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობას და იცით რომ ერთ ოთახში ცეცხლი გაჩნდა, რამდენიმე ოთახში იყო მცდელობა, ასაფეთქებელი ნივთიერებების შეგდებით, მაშხალების შეგდებით, რომ ცეცხლი გაეჩინათ და საბედნიეროდ ვერ შეძლეს და იმიტომ რომ მობილიზებული იყო შენობის შიგნითაც შესაბამისი დანაყოფები, ამას ეძახიან მშვიდობიან დემონსტრაციას. სიტყვა სიტყვით. ეს დღეები ჩვენ ვიხილეთ, მათ შორის ელჩები, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას ეძახიან პოლიციელისთვის ცეცხლის გახსნას, პარლამენტზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდების მცდელობას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს თუ არის მშვიდობიანი პროტესტის ფორმა, ყველა ამას მათ უსურვებს, რომ საკუთარ დედაქალაქებში ყოველდღე ქონდეთ ასეთი მშვიდობიანი პროტესტი. დიახ. ჩვენ შევხედეთ რომ მინავლებული არის ეს აქციები, ამიტომაც ჩამოვიდნენ გუშინ ქალბატონი რასა იუკნევიჩიანი, საქართველოს სახელმწიფოზე გადამტერებული ადამიანი, იმისთვის რომ ეს მინავლებული ასე ვთქვათ აქციები რაიმენაირად გამოეცოცხლებინა. და ნახეთ რომ ეს მანაც კი ვერ შეძლო ეს 2 საათი გაძედება მოუწიათ მისი მისვლისა, ხალხს წარმოგიდგენიათ, ხალხს კრებდნენ
იმისთვის რომ დაეხვედრებინათ ერთ-ერთი ევროპარლამენტარისტვის ქალბატონი რასასთვის 8 საათზე დაანონსებული მის თუ 7 საათი მისი 8 საათი დაანონსებული მისი მისვლა მოუწიათ რომ გადაეტანათ 10 საათისთვის სადამ რაღაცა რაოდენობა ვერ შეკრიბეს ხალხი და ისიც ვერ შეკრიბეს 1000 კაცი დაახვედრეს ძლივს შეკოთიწებული ქალბატონ რასას და ხედავთ რომ ნენელა საზოგადოება აცნობიერებს რომ ერთი ამ ხალხმა გულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას და მათ უცხოელ დამქაშებს რომ ამ ხალხმა კიდევ ერთხელ სცადა ეთამაშა საზოგადოების ემოციებზე, ყალბი ნარატივების დათესვით, თუმცა ეს არის ხო ჩვენი გამოცდილება. ჩვენი სიმყარე არის იმ სიმართლეში, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ემსახურება და როცა ხარ მართა მხარეს, შეიძლება რამდენიმე დღით დააბნიო საზოგადოება და ემოციებზე ათამაშო, თუმცა საბოლოო ჯამში სიმართლე გასაგებია ყველასთვის. თავისთავად ნახეთ რომ შუა რუსთაველზე ცეცხლი გაუხსნეს პოლიციას პარლამენტის შენობას. ეს ნახეთ პირველად 90-იანი წლების შემდეგ. ბოლოს ეს ნახეთ ჩვენ 90-იანი წლებში, როდესაც ცეცხლი გაუხსნეს პარლამენტის შენობას და მაშინდელ ხელისუფლებას. და ახლა ნახეთ ეს უკვე 21 საუკუნის ვიზუალში, ასე ვთქვათ, მაშხალებით გახსნილი ცეცხლი პარლამენტის შენობაზე და პოლიციას. და ამარად და პლუს ამას ვიხილეთ, რომ ამას უყიჟინებდნენ და აქეზებდნენ გარე აქტორები, უცხოელი პოლიტიკოსები თუ დიპლომატები, რომლებიც ერთი სიტყვა ვერ დავაძროინეთ ვერც ერთ ელჩს. არც ერთმა ელჩი ერთი სიტყვა ვერ დავაძროინეთ იმაზე, რომ მოეწოდებინათ მათივე დაფინანსებული NGO-ებისთვის, ხო, რომლებიც არიან ერთ-ერთი ორგანიზატორები ამ თავდასხმებისა, რომ მოეწოდებინათ, რომ გამოთქვით პროტესტი, მაგრამ გამოთქვით მშვიდობიან ფორმით. ამას არანაირი კავშირი უკვე აღარ აქვს, რა თქმა უნდა, რაიმე ღირებულებებთან და როდესაც ეს ადამიანები ჩვენ დაგველაპარაკებიან შემდეგ ჯერზე ევროპულ ღირებულებებს, ყველას შევახსენებთ, რომ ისინი იყვნენ წამქეზებლები პოლიციელებზე ცეცხლის გახსნისა და საქართველოს პარლამენტის შენობის ფანჯრების მტრევისა და ცეცხლის აკეთების მცდელობისა, რაც ძალიან სამწუხარო არის. ამას რომ ზოგი შეუგნებლად საკუთარი სიჩუმით და მდუმარებით ამას რომ აკეთებენ. რაც შეეხება ამ კანონს, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის რომ მოექცეს ეს იმ ფორმებში, რომელიც აუცილებელი არის პიროტექნიკასთან დაკავშირებით, ისედაც ვიცით რომ დიდი ხანი იყო ამაზე მსჯელობა. საერთოდ ასე ვთქვათ საჯაროდ გამოყენების ხრივ მისი შემოტანა, მათ შორის გამომდინარე იქიდან რომ არ მოხდეს უხარისხო პროდუქტის შემოტანა, რომელიც შემდეგ იწვევს ხოლმე დაზიანებებს მოქალაქეების მხრიდან გამოყენების დროს. ამიტომ ამის რეგულაცია იდგა დიდი ხანია დღის წესრიგში, დღეს კი განსაკუთრებით მწვავე გახდა იმ ხრივ, ჩვენ პირდაპირ ვნახეთ, რომ უცხოელების წაქეზებით პოლიციელებზე მაშხალების სროლა აღმოჩნდა პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმა, რაც არის აი თვალში ნაცავს გვაყრიან პირდაპირ ყველა ვინც ამას მშვიდობიან დემონსტრაციას ეძახის, უბრალოდ ქართველ ხალხს გვეუბნება, რომ ჩვენ მათ შტერები, რასაც ვხედავთ სინამდვილეში ამას არ ვხედავთ და სინამდვილეში სხვა რამე ხდება, სინამდვილეში ახალი წლის წინა პერიოდის, ასე ვთქვათ, ტესტირება ხდება მაშხალების და რა თქმა უნდა, ამ მავნებლობას საკანონმდებლო პასუხი სჭირდება მაშხალებთან დაკავშირებით და ასევე ნიღბებთან დაკავშირებით. ასეთი რამეც აღარ გვინახავს, რომ ფაქტობრივად რაღაც შენიღბული დემონსტრაციების ჩატარება ხდება და ხედავთ, რომ ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ, საკუთარ იდენტობას მალავენ, პირველი რომ რატომ მალავენ საკუთარ იდენტობას, თუ კი კეთილის რახვები აქვს და მეორე, რა თქმა უნდა, ამ დროს თავს უფრო მყარად გრძნობენ იმაში, რომ დაარღვიონ კანონი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმიტომაც გააკეთა საჯაროდ ეს განცხადება, რომ ბევრ რამეს აკვირდება და ხედავს და დაკვირვების ქვეშ ყავს მათ შორის ჯგუფები, რომლებსაც ასეთი აზრები უტრიალებს. და ის რომ ჩვენთან არათუ შიდა ამრევებმა, გარე ამრევებმაც კი აი ამ წლების განმავლობაში მაშინ, როდესაც ჩვენს გარშემო ომების ცეცხლია და კონფლიქტების ცეცხლია, ერთი რაიმე დაძაბულობაც კი ვერ შექმნეს და ერთი რაიმე პროვოკაციაც კი ვერ რეალიზირდა, ეს აჩვენებს თუ რამდენად ეფექტიანად მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ეს წინასწარი საჯარო განცხადება ემსახურება იმას, რომ საჯაროდ უთხრას მათ, ვის შესახებაც უსაფრთხოების სამსახურმა კარგად იცის, რომ მათ ისინი შეეშვან ამაზე ფიქსსაც კი, ვინაიდან ყველა ვინც კი ასეთ ბოროტი, ვისაც კი ასეთ ბოროტის ზრახვები აქვს, არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებისგან დაკვირვების ქვეშ და რა თქმა უნდა, როგორც კი ეს ზრახვები შეიძენს გადავა ორგანიზების ფაზაში, იმ მომენტშივე იქნება აღკვეთილი. აქ პრეზიდენტის ვეტო ნაკლებად მნიშვნელოვანი და პრობლემურია ეს ვეტო დავძლიათ. უფრო პრობლემური არის რომ ჩვენ კრიტიკულ განცხადებას ვისმენთ ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან. მათ შორის ევროკომისიის ბოლო ანგარიშში ოფშორებთან დაკავშირებული, ეგრეთ წოდებული ოფშორებთან დაკავშირებული კანონი იქნა გაკრიტიკებული და საჯაროდაც გვეცხოვნა მოწოდებები, ისევე როგორც გამჭვირვალობის კანონზე და ოჯახური ღირებულებების კანონზე, რომ ეს კანონი გაუქმებულიყო. იმ მოტივით თითქოს ეს ეწინააღმდეგება რაღაც სტანდარტებს. აი დღეს მანივალმა, რომელიც არის ამ საკითხებში უმაღლესი ავტორიტეტი, თქვა, რომ ის არის სრულ შესაბამისობაში ყველანაირ სტანდარტთან. ისმის კითხვა, ეს არის ევროკავშირის არაკომპეტენტურობის ბრალი, თუ ეს არის ცრუ ნარატივი საქართველოს წინააღმდეგ ცრუ ნარატივების დანერგვის სურვილის ბრალი. ამიტომ მე მოველი განმარტებას ევროკავშირის წარმომადგენლობისგან, რასთან ჰქონდა საქმე, რატომ იყო საქართველოს ხელისუფლება თავდასხმის ობიექტი, რატომ უმყარებდნენ რადიკალურ ოპოზიციას და მათთან დაკავშირებულ NGO-ებს, იმის აძლევდნენ ასე ვთქვათ დამატებით ცრუ არგუმენტებს, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ასე ვთქვათ რაღაც უკმაყოფილების ტალღა აეგორებათ. რატო არ წმუნებდნენ საქართველოს პრეზიდენტს, რომ ეს კანონი არ შეესაბამება სტანდარტებს. რასთან ჰქონდა საქმე? არის ეს არაკომპეტენტურობა, რომელიც არ არის ხანდახან ხდება ხოლმე ევროკავშირის მხრიდან, ხედავთ ამ არაკომპეტენტურობასაც, თუ ეს არის ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან ცრუ ნარატივის დამკვიდრების მცდელობა. ამ ყველაფრის განმარტების შემდეგ ცუდი არ იქნებოდა, რომ ბოდიშიც მოეხადათ ერთხელ მაინც საქართველოს ხელისუფლებისთვის. ძალიან ბევრი საბოდიშო დაუგროვდა სამწუხაროდ ბევრ ევროპელ ბიუროკრატს საქართველოს და ქართული ხალხის მიმართ და ამ ერთხელ მაინც მოგვიხადონ ბოდიში, რომ ტყუილად გვაბრალებდნენ თითქოს საქართველოს ხელისუფლება რაღაც კანონებს იღებს, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ეს ფარსია საერთოდ ჯამში ყველა ეს შეხვედრა საქართველოს ქართული ხალხის ღალატის გეგმა მათი დასახული არ არის. ისინი აკეთებენ იმას, რასაც ეუბნებიან გარედან. ამიტომ ეს თვალთმაქცული შეხვედრებია, რომ იმისთვის რომ შექმნან იმის წარმოსახვა თითქოს ერთმანეთთან რაღაც საკითხებს ათანხმენ. სინამდვილეში არის ერთი დაწერილი სცენარი, რომელსაც ქვია მაიდანის სცენარი, რომლის განხორციელებას სადეს ჩვენთან და ჩაუვარდათ. ეს სცენარი ჩვენ ვნახეთ პირდაპირ მაკენის ინსტიტუტის ანგარიში, პირდაპირ ეწერა, რომ არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების და მისი საერთაშორისო აღიარების შემთხვევაშიც კი იქნება დემონსტრაციები და ამ დემონსტრაციებს უნდა დაუჭიროს მხარი სხვადასხვა საერთაშორისო აქტორებმა. პირდაპირ ვიხილეთ, მე ვნახეთ არჩევნების შემდეგ ჩამოსული სხვადასხვა ევროპული ქვეყნის პარლამენტარები, ვნახეთ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც მართლ პარტიას წარმოადგენს, შვედეთის ხელისუფლებას წარმოადგენს, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა ხალხს მაიდნისკენ.
ეს ხო ვიხილეთ და რამდენიმე დღეში დაიწყეს მაიდნის სცენარის განხორციელება პირდაპირი ანალოგიით, პირდაპირი აბსოლუტურად კუბოების მიტანითაც, ნაძისხების, ასე ვთქვათ, დეკორირებითაც და მათ შორის ცეცხლის გახსნისაც. უბრალოდ დააკლდათ ბოლო ეტაპი, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაეხსნა ცეცხლი, თორემ თავისი ვიზუალით და თავისი ეფექტითაც მაშხალებიდან გახსნილი ცეცხლი ზუსტად იგივე იყო, რასაც ჩვენ ხედავდით მაიდანზე, რომელსაც ასე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, როგორც იცით. ამიტომ ყველაფერი ხო ჩვენ თვალწინ მიდის. ჩვენ თვალწინ ვნახეთ, როგორ წინასაარჩევნოდ, როგორ ხდებოდა ჩარევა გარედან ჩვენს არჩევნებში, როგორ იყვნენ წინასაარჩევნო კამპანიის მონაწილეები უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები. ნახეთ 20 ოქტომბრის ასე ვთქვათ აქცია, წინასაარჩევნო აქცია, რომელიც სრულად იყო დაფინანსებული უცხოური ფულით და NGO-ების მხრიდან, ოპოზიციური აქცია. და ამ ნახეთ უცხოელი პოლიტიკოსები თუ დიპლომატები, რომელიც პირდაპირ წინასაარჩევნო მოწოდებებით გამოდიოდნენ, ქართულ ხალხმა ამ ყველაფერს უყურა, ამ ყველაფერს უთხრა უარი და თქვა, რომ საქართველოს გარედან არ იმართება. ჩვენს დამოუკიდებლობას შევაწირეთ ჩვენი სისხლი. ასე რომ ჩვენს დამოუკიდებლობას ვიღაც ასე ვთქვათ იმისთვის რომ გარედან ვიღაცამ გმართოს, ჩვენ რა თქმა უნდა არ დავთვალთ. და ამის შემდეგ დაიწყო მაიდნის სცენარის განხორციელება, ნახეთ აქციები, ნახეთ უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჩამოვიდნენ თლად ორსხობილის დარიგებამდე ვერ მივიდნენ, თუმცა გაგვახსენეს რომ მაიდანი როგორი იყო, გაგვახსენებინა ის სცენარი და იმ სცენარს მიყოლოდა ქართული ხალხი, შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი უსაყვედურა კიდევაც ოპოზიციას რომ ის მუხტი არ არისო და მაიდანსო გადაახვიეთ და ნახეთო რასაკეთებდნენ მაიდანს და იგივე აკეთეთო და დაიწყეს იმათაც კეთება კუბოების დაწვა, ნაძვისხეების შემკობა, იქ პატარა ქვია ახლა დაქორწინებული და ყველა ეს ვიზუალი რაც მაიდანის იყო და რაც არის ჩვეულებრივი სცენარი ასე ვთქვათ, გადატრიალებისა ამ სცენარის განხორციელება და ნახეთ ქართული ხალხის პასუხი. ქართული ხალხის პასუხი არის ის, რომ გუშინ ასე ვთქვათ, ანგარიში ჩასაბარებდა ჩამოსული ევროპარლამენტარებს დახვდა 1000 ადამიანი რუსთაველის გამზებზე. ეს არის 3.700.000-იანი საქართველოს პასუხი მათ მიმართ, ვისაც საქართველოში უნდა ძალადობით ხელისუფლების შეცვლა. საქართველოს როგორც საპარლამენტო რესპუბლიკას მათ შორის ყავს პოლიტიკური ხელისუფლება და საქართველოს ხელისუფლებაში არის პოლიტიკური გუნდი. და ამ პოლიტიკური გუნდის და პარტიის, რომელიც ამ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენს, საპატიო თავმჯდომარე გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი. რა თქმა უნდა, ეს ამაში არაფერი გასაკვირი არ არის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა სთხოვა მას კომუნიკაცია საკითხებთან დაკავშირებით. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება თავად ინიციატივას, მისასალმებელია, რომ უპირველეს ყოვლისა, როგორც ჩანს, სურვილი იყო საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან, რომ მიეღო, ასე ვთქვათ, გარკვეული ხონოდა საშუალება, რომ პირველ წყალოდან ამ შემთხვევაში ქალბატონი სალომესგან განსხვავებული თუ ოპოზიციისგან განსხვავებული წყაროსგან ხონოდა საუბარი ხელისუფლებასთან და მიიღო შესაბამისი განმარტებები, ასე რომ კარგია ზოგადად, როცა გადადია საუბარზე და არა იმ შეფასებებზე, რომელიც სამწუხაროდ გვესმოდა ბოლო პერიოდში, მათ შორის საფრანგეთის წარმომადგენლების მხრიდან, შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლებაც პოლიციისთვის ცეცხლის გახსნა, პარლამენტის შენობის დაზიანება, პარლამენტის შენობისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობა საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან შეფასებული იყო როგორც მშვიდობიანი აქცია. რაც სამწუხარო არის, მე არ ვიცი რა ინფორმაციას აწვდის საფრანგეთის საელჩო თავის ხელისუფლებას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და უწოდო მასობრივ ძალადობას მშვიდობიანი აქცია თან საფრანგეთმა, რომელსაც ამისი სამწუხარო გამოცდილება აქვს თავად, მათ შორის მოქმედ ხელისუფლებას, ვიცით, რომ ყვითელი ჟილეტების აქციების, ძალადობრივი აქციების დროს მათ შორის
ვიცით როგორ მოქმედებდა პოლიცია, ვიცით რომ 11-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის იმის გამო რომ გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიები, ხელკეტები, სხვა საშუალებები. ქართულმა პოლიციამ უმაღლესი სტანდარტი, ევროპულზე და ამერიკულ სტანდარტზე და ნებისმიერ ქვეყანასთან, ნებისმიერი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მზად არის ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტრო დაждდეს და დეტალურად განიხილოს ის ტაქტიკა, რომლითაც მოქმედებს ქართული პოლიცია და ვნახოთ, თუნდაც საჯაროდ განვიხილოთ, ვინ მოქმედებს უმაღლესი სტანდარტით. კიდევ ერთხელ, ამ აქციების ამ მასობრივი ძალადობის მასობრივი აქციების შეწყვეტის დროს ქართული პოლიცია იყენებდა მხოლოდ წყლის ჭაულს და ცრემლსადენ გაზს. მხოლოდ ამ ორ საშუალებას იყენებდა, ხოლო იგივე ყვითელი ჟილეტების აქციების დაშლისას თუ თუნდაც კაპიტოლიუმის წინ გამართული აქციის წინააღმდეგ გამოყენებული პოლიციური ძალისას გამოიყენებოდა რეზინის ტყვიები, გამოიყენებოდა ხელკეტები, გამოიყენებოდა ზოგ შემთხვევაში ძაღლები, გამოიყენებოდა სხვა საშუალებები, რამაც ნახეთ რა ზიანი დააყენა. ყველა ამ შემთხვევაში, როგორც კაპიტოლიუმთან გამართული აქციის დაშლისას, ისე ყვითელი ჟილეტებსაც იყო მსხვერპლი, იყო გამოუსწორებელი, ჯანმრთელობის გამოუსწორებელი დაზიანება და ასე შემდეგ. კაპიტოლიუმზე მათ შორის თვალწინები 1000-ზე მეტი ადამიანი, 1500 ადამიანი იქნა დაკავებული, დაახლოებით 500 ადამიანს მრავალწლიანი სასჯელი მიესაჯა, თუ სწორედ მახსოვს. იგივე იყო საფრანგეთში, 14000 ადამიანი დააკავა საფრანგეთის პოლიციამ და დღეს საუბრობენ 300 დაკავებულზე საქართველოში. 11 ადამიანი მოკვდა და დღეს საუბრობენ იმაზე, რომ მოძალადე აქციის მოძალადე წევრმა ჩალურჯება მიიღო. ასე რომ წარმოუდგენელი არის, რასაც ჩვენ ეს ბოლო ორი კვირა ვაკვირდებოდით იმ რეაქციებს, როდესაც მასობრივი ძალადობა მოგყიდეს თუ ასე ვთქვათ წარმოგვიჩინეს როგორც მშვიდობიანი აქცია. კიდევ ერთხელ მე იმედი მაქვს, რომ რიგ შემთხვევაში ეს იყო ადგილობრივი საელჩოების არასათანადო მუშაობის შედეგი, იმით რომ არ ვიცი მე რა ინფორმაციას აუწვდიან საკუთარ ხელისუფლებებს, თუმცა ზოგ შემთხვევებში და განსაკუთრებით ეს ეხება ბალტიისპირეთის ზოგიერთ ქვეყანას, ხედავთ პირდაპირ მცდელობას საქართველოს ამის უკან დგას ის, რომ მოხდეს ქართული პოლიციის ასე ვთქვათ გარკვეული შანტაჟის ქვეშ მოქცევა, ზეწოლა ქართულ პოლიციაზე, იმისთვის რომ შემდეგ ჯერზე აღარ გაუწიონ წინ ისეთი წინააღმდეგობა მოძალადეებს, როგორც ახლა უწევდნენ და მოხდეს და მიეცეს შესაძლებლობა ძალადობრივ აქციებს, რომ მიაღწიოს თავის შედეგს. ეს სურვილიც იკვეთება მათ უკან, რომლებიც ცდილობენ რომ მასობრივი ძალადობა წარმოგვიჩინონ მშვიდობიან აქციად. კიდევ ერთხელ, თუ კი ეს არის მშვიდობიანი პროტესტი და აქცია, მათ ვინც ამას ეძახიან მშვიდობიანი აქციას და პროტესტს, უსურვებ რომ ყოველ დღე საკუთარ დედაქალაქებში ქონდეთ ასეთი მშვიდობიანი აქციები. და მე შევხედავ რომ რამდენად როგორ ხასიათს დადგებიან და რა შეფასებები ექნებათ. ვერ გეტყვით ახლა უბრალოდ ერთი რამე არის მნიშვნელოვანი, რომ ყველამ აღიაროს ქართული ხალხის ნება. ჩვენ საბოლოო ჯამში ამ ყველაფერი ასე ვთქვათ დაილექა, ყველა ტყუილმართალი გაირკვა და აღმოჩნდით ერთ-ერთი საკითხის წინაშე. არიან თუ არა მზად, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი თუ ლიდერი, რომ აღიაროს დემოკრატია. ჩვენ თავარი გამოწვევა რაც არის, რომ როგორც ჩანს არის წარმოდგენა, რომ დემოკრატია არის ის ფორმა, რომელიც მისაღები არის საკუთარ ქვეყანაში, ხოლო სხვა ქვეყანაში ვიღაცებს სურს რომ კონდეთ მართული დემოკრატია, როდესაც ხელისუფლებაში იქნებიან არა ის ძალები, რომლებსაც ხალხი უჭერს ხარს, არამედ ის ძალები, რომლებიც ეწერებიან ამა თუ იმ უცხოური პოლიტიკური ძალის პოლიტიკურ დღის წესრიგში. ამას ვხედავთ ჩვენ და ეს არის საგანგაშო ტენდენცია, რომელიც მათ შორის ევროპაში იკვეთება. და საქართველოს ამ მხრივ არის ტესტი იმისა, შეძლებს თუ არა ევროპა იყოს ერთგული
დემოკრატიული ღირებულებებისა, თუ ევროპაც წავა იქით, რომ შეეცდება საკუთარ სამეზობლოში საკუთარი ინტერესების გამტარებელი ხელისუფლებების დასმას ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ამას სხვა ქვეყნები წარსულში აკეთებდნენ, ზოგი შეიძლება დღესაც აკეთებს. ევროპას ჩვენ სხვანაირს ვიცნობთ და სხვანაირი ევროპისკენ მივდივართ, არა იმ ევროპისკენ, რომელიც ცდილობს სხვა ქვეყანაში ხალხის ძალის საწინააღმდეგოდ ხელისუფლების ცვლილებას, ეგრეთ წოდებულ რეჟიმ change-ს, ანუ რეჟიმის ცვლილებას და აქედან გამომდინარე საქართველოს მაგალითი არის ტესტი და გამოცდა ევროპისთვის, დარჩება ის ერთგული საკუთარი გაცხადებული ღირებულებებისა, თუ წავა იმ მიმართულებით, რომ პატივი არსებობს დემოკრატიას და სხვა ქვეყნებში ჩაერიოს სხვა ქვეყნების ხალხის არჩევანში. აი, რა სამოქალაქო ომია, 1000 კაცით რა სამოქალაქო ომი უნდა მოაწყონ, ნახეთ ხომ? ქართველი ხალხის რეაქცია ჩვენ ნახეთ გუში საღამოს, როდესაც ჩამოსულ უცხოელ რევიზორს დახვდა მხოლოდ 1000 ადამიანი, რომელიც უცხოელის კერპის თაყვანისცემით არის დაკავებული. ამას უთხრა უარი 26 ოქტომბერს. საარჩევნო კამპანიის შინაარსი ხომ ეს იყო. ამაზე არ ვსაუბრობდით, რომ ჩვენ გვყავს რადიკალთა ჯგუფი, რომელსაც დაკარგულია კავშირი ქართულთან, საქართველოსთან, საკუთარ ქვეყნის ინტერესებთან. არც კი საუბრობენ, ეს სიტყვათა წყობაც კი აღარ აქვს საკუთარ საუბარში. ჩვენი ეროვნული ინტერესი, დაფიქრდით, როდის ახსენეს ბოლოს ეროვნული ინტერესი. იმიტომ მათთვის ეროვნული ინტერესი არ არსებობს. არსებობს ევროკავშირის ინტერესი, ან ევროკავშირის რომელიღაცა ქვეყნის, ლიეტუვის ინტერესი. ისინი მზად არიან ლიეტუვის ინტერესს გადააყოლონ საქართველოს ინტერესი. მზად არიან ყველაფერი ოღონდ რომელიღაცა ლიეტუველმა პოლიტიკოსმა კეთილი თვალით შემოხედოს, ოღონდ რომელიღაცა ესტონელმა პოლიტიკოსმა კეთილი თვალით შემოხედოს, გადააყოლებენ ქვეყანასაც, ჩვენს ეროვნულ ინტერესსაც. ამაზე პასუხი ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა მიიღო 26 ოქტომბერს. ასე რომ რა სამოქალაქო დაპირისპირებაზეა საუბარი, მეტი რაც შეიძლება ვიხილოთ, არის მაშხალების ცეცხლი, რომელსაც უხსნიან პოლიციელებს და პარლამენტის შენობას, მაგრამ ხედავთ, რომ ამას ვიტანთ და შესაბამისი რეაქციაც აქვს ამ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, რომ ამასაც რომელიღაცა ევროპელი ელჩი შეაფასებს როგორც მშვიდობიან აქტს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეს არ ეხება კეზერაშვილის ტელევიზიას. ალბათ თქვენ წარმოიდგინეთ კეზერაშვილის ტელევიზიასთან ვინმე რამე გააპროტესტოს. მეორე დღეს ვნახავთ, როგორ დაკიდებენ მედლებს, როგორ მიაკითხავენ სტუდიაში სოლიდარობის გამოსახატად ზოგიერთი უცხოელი ელჩი. აი ამას უთხრა უარი 26 ოქტომბერს ქართულმა ხალხმა. ქართულმა ხალხმა უთხრა უარი იმ უცხოელებს, რომლებიც კეზერაშვილს გვაწვდიან როგორც მედია მენეჯერს და გვარამიას გვაწვდიან როგორც მედია მენეჯერს, ხომ? გვარამიაზე შეგახსენებთ. აი ახლა ნახეთ, რომ მისი პარტნიორი ბრალსდებს თაღლითობაში მას და კიდე მეორე ადამიანს, ხომ? აი ხო პირდაპირ თაღლითობაში დებს და როგორც ჩანს აქვს ამისი მტკიცებულებები, იმიტომ რომ დიდი წინააღმდეგობა არ გვესმის. აი ასეთი თაღლითობის გამო იყო გასამართლებული ნიკა გვარამია და იჯდა ციხეში. თავი გაიგიჟეს იმ ევროპარლამენტარებმა და ზოგიერთმა ელჩმა თუ ასე შემდეგ, მანამ სადამ არ გამოიყვანეს ნიკა გვარამია გარეთ. თავი გაიგიჟეს, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ერთ-ერთი ესეც იყო. ასე თქვა წინაპირობები მაშინ რატომაც არ მოგწეს კანდიდატის სტატუსი, რომ ნიკა გვარამია უნდა დაეხსნათ ციხიდან. და ნახეთ შემდეგ, რომ მან მიმართა სტრასბურგის სასამართლო და სტრასბურგის სასამართლომ უკან გადმოუგდო მისი საჩივარი, იმდენად არაადეკვატური იყო ეს საჩივარი. აი ეს კრიმინალი პირდაპირ ციხიდან გამოიყვანეს იმისთვის, რომ შემდეგ აქ რევოლუციები მოეწყო. ასე რომ ასეთ სამწუხარო არის, რომ
ასეთ რაღაცებს ვხედავთ მათ შორის ევროპელებისგან, ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან. ამიტომ კიდევ ერთხელ ეს არის ნაწილი იმ ლიბერალური ფაშიზმისა, რომელიც საქართველოში გარედან იქნა იმპლანტირებული. ეს არის 21 საუკუნის ბოლშევიზმი. 100 წლის წინ ზუსტად ასე ქვეყნის გარედან ჩვენს ქვეყანაში ჩაგვინერგეს და იმპლანტირება მოახდინეს ბოლშევიზმისა, რომელიც ებრძოდა ეკლესიას, რომელიც ებრძოდა თავისუფალ ადამიანებს, რომელიც ებრძოდა ყველაფერს, რაც ეროვნულ ინტერესთან იყო დაკავშირებული. და 100 წლის თავზე ვხედავთ უკვე 21 საუკუნის ბოლშევიზმს, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის სახე მიიღო, ასევე უცხოეთიდან იმპლანტირებულს, რომელიც ასევე ებრძვის ეკლესიას, ასევე ებრძვის თავისუფალ ადამიანებს, ასევე ებრძვის ყველაფერს, რაც საქართველოს ინტერესთან არის დაკავშირებული. ბატონო, ეს კი ამას ვსაუბრობ ზუსტად, რომ ეს არის მათი იარაღი არის ძალადობა. ეს უნდა გვესმოდეს და ამ ძალადობას ხან ინდივიდუალური სახე აქვს, პირადი ბულინგის სახით და ხან მასობრივი ძალადობის სახით, რასაც ორი კვირის განმავლობაში ხედავთ. და ეს ძალადობა წახალისებული არის გარედან, როგორც ინდივიდუალურ დონეზე, ისე მასობრივი ძალადობის დონეზე. ამიტომ პრობლემა არის არა მათში, ვინც ამ ძალადობის ინსტრუმენტია, არამედ იმ იდეოლოგიაში, რომელიც ამ ძალადობის უკან დგას, რომელიც არის კიდევ ერთხელ 21 საუკუნის ბოლშევიზმი, ბოლშევიკური იდეოლოგია. და თავად ეს იდეოლოგიაა პრობლემა და არა პარტიული კუთვნილება, ნაცნობობის წევრია ვიღაცა თუ არ ვიცი მე ლელოს წევრი არის. აქ პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს. მათ აქვთ ერთი იდეოლოგიური პლატფორმა, რომელიც გულისხმობს ძალადობით საკუთარი მიზნების მიღწევას. როცა იყვნენ ხელისუფლებაში, ეს იყო სახელმწიფოს ძალადობა და ინსტრუმენტები, რომელსაც იყენებდნენ ისინი, ბიზნესის რეკეტი, წამება ადამიანების, მედიების დახურვა და ამ ძალადობით უნდა დაკავებული, როდესაც არ აქვს სახელმწიფო ბერკეტები, იყენებენ ვირტუალური ძალადობის მეთოდებს, რომელიც სიტყვას ვერ სცილდება საბედნიეროდ და ამაზე ზრუნავს ჩვენი სახელმწიფო. უნდა შევიდოთ. ოპოზიციაში ყველა ურევს და ასეთი არეულები რო არიან, იმიტომაც არიან, სადაც არიან და ქართულმა ხალხმა ისინი მათ არაერთხელ მიუჩინა მათი ადგილი ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტში. ასე რომ არეულები არიან, აბა რა, სხვის ჭკუაზე რო ივლი, უცხო ქვეყნის დაკვეთით, უცხო ძალების დაკვეთით, რომ იმუშავებ ადამიანს და საკუთარ ქვეყანას, ერს და ხალხს უღალატებ, არეული იქნები, აბა რა იქნები? არ ვიცი, შვიდად როგორ შეიძლება ეძინოს ადამიანს, რომელმაც იცის ყოველ დღე, რომ ის ღალატობს საკუთარ ხალხს. მადლობა.